ეხლა გადავდივართ მესამეზე, რომელსაც დაგჭირდებათ 2 ცალი ბანანი, 2 ცალი კვერცხი, 60 გრამი კაკაოს ფხვნილი და 2 კოლზე გამოფხვრებელი. მართალია გამოფხვრებელი მეოთხე ინგრედიენტია, მაგრამ როგორც მარილს არ ჩავთვლით ინგრედიენტად, ესე არ ვთვლი არც ამას. და ასევე ბანანი უნდა იყოს მწიფე, ანუ რაც შეიძლება მახინჯი. მწიფე ბანანი გავფრთხილდით ჩაყარეთ ჯამში და დაჭრილეთ ჩანგლით როგორც ვიდეოში შენაჩვენები. დავამატეთ 2 ცალი მთელი კვერცხი და კარგად ათქვებეთ, სანამ არ გაერგვარუნდება მასა. დავამატეთ კაკაო ნელ-ნელა და კარგად გაერგვარუნეთ და შემდეგ დავამატეთ გამოფხვრებელი. აიღეთ გამოსაწყობი ფორმა, ჩააფინეთ გამოსაწყობი ქაღალდი და ჩვენი მიღებული მასა ჩაუშვით შიგნით. და ეხლა გამოვაცხოთ ეს ჩვენი 3 ინგრედიენტიანი ბანანის კექსი დაახლოებით 15 წუთი 180 გრადუსზე. ეს ჩვენი 3 ინგრედიენტიანი კექსი, ეხლა ეს უნდა გაცივდეს და ბოლოსში შემოვინახოთ რომ გავსინჯოთ ყველაფერი ერთად.